Elhamdülillah, elhamdülillah, elhamdülillahi nehmeduhu ve nesta'inuhu ve nestağfiruhu ve ne'udhu billahi min şururi enfusina ve min seyyiati amalina. Men yehdillahu fela mudille leh ve men yudlil fela hadiye leh. Neşhedü en la ilahe illallah vahdehu la şerike leh ve neşhedü enne seyyidena Muhammeden abduhu ve resuluh. Allahümme salli ve sellim ala seyyidina Muhammedin ve ala alihi ve ashabihi ecma'in. Amma ba'du fe ya ibadallah ittaqullaha ve ati'uh. İnna Allahe me'allezîne etteqev vellezîne hum muhsinûn. Allahu Teala fi kitabihil kerim. Euzu billahi mineşşeytanirracim. Bismillahirrahmanirrahim. Festecabe lehum rabbuhum enni la udi'u amele amilin minkum min zekerin ev untha. Ba'dukum min ba'd ila ahiril ayah. Ve kâle Resulullah sallallahu aleyhi ve sellem men sâme Ramazâne thumme etbeğehu sitten min şevvalin kâne kesiyâmid dehri. Sadaka Resulullah fîmâ qâl ev kemâ qâl. Ძვირფასო მორწმუნეებო, დასრულდა მადლმოსილი რამაზანის თვე, რომელიც სავსე იყო წყალობით, მიტევებითა და სულიერი განწმენდით. დღეს რამაზან ბაირამია, სიყვარულის, მადლიერებისა და ნებებზე გამარჯვების დღე. მაგრამ ისმება კითხვა, ვინ არის დღეს მოგებული, ნამდვილი გამარჯვებული? ვინაა პირნათელი გამჩენის წინაშე? და პასუხიც მარტივია. ის, ვინც რამაზნის თვე მარხვით და ღვთისმსახურებით გაატარა. თუმცა გამარჯვებული არის არა მხოლოდ ის, ვინც იმარხულა, არამედ ის, ვინც შეიცვალა. ის, ვინც ალლას დაუახლოვდა, ვინც ცოდვები მიატოვა და სიკეთისკენ გადადგა ნაბიჯი. არ არსებობს არც ერთი კეთილი საქმე, რომელიც დიადი გამჩენის წიაღ დაიკარგება. უზენაესი ალლაჰის შემდეგს ბრძანებს. უეჭველად მე არ დაუკარგავ ნაღვაწს, ვინც იღვაწა თქვენგან, კაცსა თუ ქალს. ეს ნიშნავს, რომ არც ერთი ლოცვა, მარხვა, სიკეთე არ დაიკარგება. ყველაფერი აღირიცხება ალლაჰის წინაშე. დიდი შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ რამაზანი დასრულდა და ჩვენი ღვთისმსახურებაც შემცირდეს. არა, რამაზანი არის ერთგვარი სკოლა, რომელმაც უნდა შევცვალოს. თუ რამაზნის შემდეგ ლოცვა შევამცირეთ, ყურანი დავივიწყეთ, ცოდვებს დაუბრუნდით, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, სარგებელი მივიღეთ თუ არა ამ მადლმოსილი თვიდან. რამაზნის შემდეგ მოდის შევვალის მთვარე. მორწმუნისთვის გზა ღვთისმსახურებისკენ გრძელდება. ალლაჰი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ ის სიკეთეები, რაც რამაზანში დავიწყეთ. შევვალის მთვარეშიც ძალიან დიდი მადლია 6 დღე მარხვით გატარება. სამყაროთათვის წყალობა წარმოგზავნილი ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალემ ბრძანებს. ვინც იმარხულებს რამაზანის თვეში და შემდეგ დაუმატებს შევვალში 6 დღეს, მთელი წლის მარხვაში ჩაეთვლება. აიათებიდან და ხადისებიდან გამომდინარე, ისლამში ერთი კეთილი საქმე ხშირად 10 იწერება. შესაბამისად, 30 დღე რამაზანი უდრის 300 დღეს. 6 დღე შევვალი 60, ჯამში 360 დღის მადლი. ანუ მთელი წელი. ესაა გამჩენის ალლაჰის უსაზრო წყალობა მორწმუნეთა მიმართ.
მას როგორ უნდა შევასრულოთ შეუვალისთვის მარხვა? შეუვალის მარხვა შეიძლება შესრულდეს ზედიზედ 6 დღე ან ცალკ-ცალკე მთელი თვის განმავლობაში. კვირაში 1, 2, 3 და ასე შემდეგ დღე. მაგალითად, 2 შაბათი, 5 შაბათი ან ნებისმიერი სხვა დღეებში. მთავარია 6 დღე ვიმარხულოთ თვის განმავლობაში. მარხვის დაწყება შესაძლებელია ბაირამის მეორე დღიდან, ანუ ხვალიდან. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ შეუვალის თვეში 6 დღის ნიეთით მარხვა ნააფილე მარხვა და ის არ შეიძლება შესრულდეს რამაზანის თვეში გამოტოვებული დღეების ანაზღაურების სანაცვლოდ. რამაზანის თვეში გამოტოვებული დღეების ანაზღაურება ცალკე სხვა დროს უნდა მოხდეს. ძვირფასო მორწმუნეებო, მოდით არ დავიზაროთ შეუვალის თვარეში 6 დღე მარხვა. შეიძლება უბრალოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ალლაჰთან მისი საზღაური უზარმაზარია. თუ რამაზნის შემდეგ პერიოდულად მარხვას ვაგრძელებთ, ყურანს ვკითხულობთ, მეჩეთებში ვაგრძელებთ ლოცვებზე სიარულს, სიკეთეს ვაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ რამაზნის თვით სარგებელი მიგვიღია. დრო სწრაფად გადის და ჩვენ უახლოვდებით იმ დღეს, როცა ალლაჰის წინაშე წარს ვდგებით. რას წავიღებთ იქ თან? ვერც სიმდიდრეს და ვერც ძალაუფლებას, მხოლოდ ჩვენს ნამოქმედებს. ელა ინ ახსენ الكلام وابلغ النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله الرحمن الرحيم.